ქართული ნაწარმი იმ პროდუქციის სიას მიემატება, რომელიც გაყალბებისაგან და ფალსიფიცირებისაგან დაცულია. ქართული ღვინის 18 სახეობა 27 ქვეყანაში მალე მხოლოდ საქართველოსთან ასოცირებული იქნება. დოდი ლოლაძე არკვევდა, რას ნიშნავს გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების პარაფირება საქართველოს მთავრობისთვის და ქართველი მეწარმეებისთვის. საქართველოში წარმოებული ხვანჭკარა, ტვიში, ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი და კიდევ 18 სახეობის ღვინის დასახელება საგარეო საქმეთა სამინისტროში პარაფირებული დოკუმენტის მიხედვით ევროკავშირში იქნება დაცული. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ ორმხრივი მოლაპარაკება სწორედ ამ დოკუმენტით გახდა ცნობილი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას განცხადებით, დოკუმენტის პარაფირება საქართველოს ევროკავშირს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შეთანხმებაა. ევროპული მხრიდან შეთანხმებას ხელი ევროკომისიის სოფლის მეურნეობის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლა ვერემ მოაწერა. თავისთავად ხელშეკრულება გულისხმობს ჩვენ ტერიტორიაზე, ანუ ერთ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო ევროკავშირის შემთხვევაში 27 წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე დაფიქსირებული სამართლებრივად რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებას და მათ დაცვას. ჩემთვის დიდი პატივია თბილისში ყოფნა. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი მოლაპარაკებები. ჩემი აზრით, ეს შეთანხმება ორივე მხარეს სარგებელს მოუტანს. ეს დოკუმენტი საბოლოოდ ევროპარლამენტმა უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მალხას აქიშბაიას განცხადებით, გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენება ქართული პროდუქციის ხარისხის გარანტიას დაადასტურებს. დღეს მოხდა გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების პარაფირება, შეთანხმების პარაფირება. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ჩატარდა მთელი წლების განმავლობაში, ამასთან დაკავშირებით შეთანხმება არის მოქცეული. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები დადებითად აფასებენ დოკუმენტს. თელიანი ველის გენერალური დირექტორის შოთა ხობელიას თქმით, მომხმარებელთა და მწარმოებელთა უფლებები ერთდროულად იქნება დაცული. ადგილზარმოშობის დასახელებები არ იყო დაცული და ხდებოდა შემოდინება სხვადასხვა ქვეყნებიდან ამ ჩვენი ადგილზარმოშობის დასახელების, კერძოდ ისეთი ღვინოების, როგორც იყო ხვანჭკარა, ქინძმარაული და ასე შემდეგ და შესაბამისად ეს ღვინოები იყო ფალსიფიკატი. დღეისთვის ევროკავშირში 3000-მდე პროდუქტია დარეგისტრირებული. სწორედ ამ პროდუქტთა სიას შეემატება დღეიდან ქართული ღვინოც. დღევანდელ შეთანხმებას ხელი სავარაუდოდ შემოდგომაზე მოეწერება და პარტნიორ ქვეყნებში შიდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში. გჭირდება თუ არა და რისთვის გჭირდება ახალი სამხედრო კონცეფცია. პრეზიდენტის გუშინდელ ინიციატივას დღეს ექსპერტები განიხილავდნენ ქვეყნის პირველი პირი ძველი სამხედრო სტრატეგიის წარუმატებლობაზე და თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე. ექსპერტები კი მისი წინადადების ავგარგიანობის შესახებ. თემას ანით ამაზაშვილი განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა ახალ სამხედრო კონცეფციის შექმნაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია თავდაცვის სამოქალაქო სისტემის გაძლიერება, რადგან ამ კუთხით სარეზერვო სისტემამ არ გაამართლა. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საგარეო საფრთხის რისკი ქვეყანაში მაღალია და აუცილებელია შექმნას სამხედრო დანაყოფები, რომლებიც ყველა ქალაქსა და სოფელში შეძლებენ მტერთან შებრძოლებას. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო დაცვის სიცოცხლისუნარიანი სისტემის ჩამოყალიბება. აქაც კონცეფცია არის გადასახადი. ჩვენ ყავდა რეზერვისტთა ბატალიონები, მაგრამ კიდევ ერთი ჩვენ არ გვეყვა ოფიცრები მათთვის და მეორე ეს იყო ბატალიონები, რომელიც იყო უბრალოდ რეგულარული ჯარის გაგრძელება. რა თქმა უნდა, მათ უნდა ჰქონდეთ ბევრად უფრო სხვა ამოცანა. ეს უნდა იყოს ტერიტორიული დაცვა. ყველა სოფელს უნდა შეეძლოს თავისუფლის დაცვა. ყველა სოფელში, ყველა დასახლებულ პუნქტში საქართველოში, რომელიც იმყოფება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ, უნდა იყოს შესაბამისი მომზადების პატარ-პატარა ჯგუფები, პასუხისმგებელი პირები, მინიმალური რაოდენობის საჭირო იარაღი ამ სიტუაციების, იმისათვის რომ ყველამ შეძლოს თავის მიწის და თავის სოფლის, თავისი ქუჩის, თავის ქალაქის, თავის რაიონის დაცვა. ის რომ პრეზიდენტი საგარეო საფრთხეებზე საუბრობს, სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგერიძის თქმით კარგია, თუმცა ტოტალურად ყველას ჩართვა სამხედრო საქმიანობაში მთავრობის მურიგ პიარ აქცია დაფასებს. თავდგერიძე მიიჩნევს, რომ სამხედროების განაწილება სადლის საქმეა და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სოფელსა თუ ქალაქში დაძაბული მდგომარეობაში იქნება, დანაყოფებს მათივე ხელმძღვანელი გაანაწილებს. პრეზიდენტმა პიარისთვის თუ აგიტაციისთვის განაცხადა, რომ ყოველ სოფელს უნდა ყავდეს თავისი, ესე ვთქვათ, შეიარაღებული ჯგუფი, მაგრამ ეს უფრო მეტაფორაა, ეს შეიძლება იყოს
ადამიანების მორალური გამხნევებისთვის მათი სულისკვეთების ასამაგრებლად, მაგრამ თუ პროფესიონალ სამხედროებს შეეკითხება, ბრძოლა უნდა იყოს ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ, ბრძოლა უნდა იყოს ერთიანი ჩანაფიქრის ქვეშ, ერთიანი მიზნის მისაღწევად, აქედან გამომდინარე, ყველა და ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ერთიან მმართველობით ვერტიკალს. ხოლო თუ იქნება, რა თქმა უნდა, დაუშვათ ცალკეული სოფლები, რომელიც დაცვა არის აუცილებელი, ეს არის სამხედრო მეთაურის გადასაწყვეტი თუ რა ქვედანაყოფს გააგზავნის იქ. ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის აზრით, ხელისუფლების მილიტარისტული პროპაგანდა მხოლოდ ძალაუფლების დემონსტრირებაა და არა შედეგზე გათვლილი სტრატეგია. როდესაც ქვეყანაში არსებობს ჯარი, არსებობს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც ევალებათ დაცვა საქართველოს ტერიტორიების და სახელმწიფოს ზოგადად. ამ დროს ასეთი პარამილიტარული ჯგუფების შექმნა მე მაგონებს ძველ ისტორიას, რომელიც ჩვენ გავიარეთ ერთ-ერთ ჩვენ გვახსოვს თუ რა შედეგი მოყვა იარაღის დარიგებას ურალო მოსახლეობაში. სამწუხაროდ პრეზიდენტი ცდილობს, ჩემი აზრით, სწორედ აღორძინოს ეს სამწუხარო ტენდენცია, როდესაც ის აიარაღებს გარკვეულ ჯგუფებს საზოგადოებაში და რის იქნება ეს გამოყენებული, რა თქმა უნდა, ამაზე წინასწარ ძნელია საუბარი, თუმცა ცხადია, რომ ის იქნება გამოყენებული, რა თქმა უნდა, იგივე ოპონენტების პირველ რიგში, პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წინააღმდეგ. სარეზერვო სამსახური, რომელიც პრეზიდენტმა დაიწუნა 2010 წლიდან ახალი სისტემით შეიქმნება. ეს სისტემა არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე უნდა იყოს გათვლილი. აიწევს სავალდებულო სარეზერვო სამსახურში წამსვლელთა ზედა ასაკობრივი ზღვარიც. რეზერვში შესვლა 27-დან 45 წლამდე სამხედრო სამსახურისთვის ბარგის პირებს შეეძლებათ.